და მამისა და დედისა და სულისა წმინდისა დღეს არის შიომღვიმელის სენების დღე მოღვაწეობდა მე-6 საუკუნეში და დღეს არის კიდე ილარიონ ქართველის სენების დღე ილარიონ ახლისა რომელიც მოღვაწეობდა მე-19 საუკუნეში და როცა შიომღვიმელი მოღვაწეობდა მე-6 საუკუნეში მაშინ საქართველო იყო ირანის მონობის ქვეშ და მე-19 საუკუნეში კიდე ეს ილარიონ ქართველი კიდე მოღვაწეობდა ათონიშვილზე და ერთი მუსულმანი ეუბნება ილარიონ ქართველს რომ ჩვენი სარწმუნება უფრო მართალი არის იმიტომ რომ სულ მონობის ქვეშ ხართო თქვენო და მართლაც 300 ქართველები ხელისუფლებაზე არადარაკი 300 წელი საქართველოს ხელისუფლებას 300 წელი არაბების მონობის ქვეშ იყო მონღოლები 100 წელი ირანელები ხშირად ირანელების მონობის ქვეშ ვიყავით თურქების მონობის ქვეშ ვიყავით და ეს ილარიონ ქართველი კიდე ეუბნება ამ მუსულმანს რომ ჩვენ ამიტომ ჩაგვრათო ცოდვებისა გამო თქვენ ჯოხი ხარდო და თუ გამოსწორდებითო ჯოხი გადაიმტრევავდა როგორც სახარებაში წერია თმაც არ დავარდება და ბეღურ არ ჩამოვარდებაო ჩემიდება თუ იქნება ახლა ჩვენ ქართველები რა ვიყოთ ახლა ვისაც ქრისტიანები ქვია მარტო ქართველები კი არა ვისაც ქრისტიანები ქვია აბორტი მიღებულია ჩვენში იქ კიდე არ არის მიღებული მუსულმანებში ისე რაც და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რა საერთოა მუსულმანს ებრაელსა და ქრისტიანს შორის ძველი ართმა აი ეს მოსეს 10 მცნება საერთოა მუსულმანი ქრისტიანი და ებრაელების წმინდა წერილი ძველი ართმა არის საერთო ქრისტიანისთვის მუსულმანისთვის და ებრაელისთვის და ახაც დღევანდელ დღესაც ხედავთ რომ ჩვენ ქრისტიანები მარტო ქართველი კი არა ეს რუსი იქნება უკრაინელი თუ სხვა ვისაც ევროპელი ქრისტიანები ქვია აბორტი მიღებულია მე ჩასრულებაზეც ვამბობ ხშირად რომ ვემოჩილები დროს დავდივართ ნახევარშიშვლები ტიტულები იმიტომ რომ მოდაშია და ესენი კიდევ ვისაც მუსულმანები ქვია უფრო კარგად აცვიათ იქ აბორტი არ არის მიღებული ესე იგი იმათ უფრო მეტი შიში აქვთ ღმერთის ვიდრე ჩვენა მაგრამ ჩვენი წინაპრებით რატომ მიყვართ ჩემი წინაპრები იმიტომ რომ სულ მონობის ქვეშ იყო ქართული ხელისუფლება, მაგრამ ჩვენი წინაპრები ინარჩუნებენ ერთგულებას ღვთისადმი 100,000 ეწამა ერთ დღეს. და ჩრდილოეთ კავკასიამ ვერ შეინარჩუნა ქრისტიანობა. ეგვიპტემ ვერ შეინარჩუნა. ჩვენ კიდე მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჩვენი ხელისუფლება, რასაც საქართველოს ხელისუფლება გვია, სულ მონობაში იყო დიდი ქვეყნების ქვეშ ვიყავით. ქართული ხალხი მაინც ინარჩუნებდა ერთგულებას ღვთისა. ასევე ხშირად ვამბობ ჩემ ასაკს 77 წლის 70 წელი ვასწავლე ღმერთი არ არის მაგრამ 90% 80 მაინც ვართ მოწონეები ჩვენი ასაკი. ასევე მე მჯერ არის რომ 4 მასმედია საქართველოში ქართულად მოლაპარაკები არიან ლიბერალები რას ქვია? ეშმაკებს სახურები. მაგრამ ისინი ვინც ყველა ლიბერალი კი არა ეს ილია ჭავჭავაძე ლიბერალი იყო მაგრამ ლაპარაკი იმ ლიბერალებზე ვის მასმედიით ესავს სიძვამ რუშობას რეკლამას უკეთებს ფიციტყვაობას და ცოდვებს ისინი არიან ეშმაკის სახურები მიხედავად ამისა მაგრამ მიხედავად ამისა კი არა ეს ნეხშად მომბობ რომ ისვეს მოახერხეს არაბებმა მონღოლებმა თურქებმა ირანელებმა რუსეთის ხელისუფლებამ რუსეთის წაგვართვა დამოუკიდებლობა ეკლესიურ სამწუხაროა მიხედავად ამისა მაინც შევინარჩუნეთ წმენა მაგრამ ამ მასმედიამ რა გააკეთა დასაზნეობა სასტიკი გახადა უფრო ახალგაზრდები ვიდრე დაუშვათ იყო ეს დაუშვათ ათეისტური ცხოვრების დროს ამ დემოკრატიის პირობებში როცა ჩვენი საშუალება გვაქვს როცა შეიძლება წავიკითხოთ ილარიონ ქართულის ცხოვრება შიომღვიმელის ცხოვრება წმინდა ნინოსი რატო ქვია წმინდა ნინოსი გამართლებელი იმიტომ რომ ქრისტეს მადლის გარეშე არაფერი არ ახარ ხშირად ვამბობ იყო კოლხეთი, იყო იბერია, 14 დამწერლობაში შორის შენი დამწერლობა, ვისაც ქართველი ქვია. იყო თამარ მეფე, დავით მეფე და იყო შოთა რუსთაველი, მაგრამ შენ თუ იტყურო, იმიტომ რომ ქართველი ხარ, იმიტომ რომ რაღაც ქართული სისხლია, ესე იგი განსაკუთრებული ქართული ენა. მაშინ ხშირად ვამბობ, რომ რითი განსხვავდები გერმანელებისაგან, რომლებსაც დაიჯერეს, რომ ცისფერს ქრისტიანები არიან. სხვებზე უკეთესები არიან და გახდნენ ფაშისტები, მაგრამ დღეს რა გვაქვს ჩვენ
სატრაბახო, როცა ოჯახები ასე დანგრეულია. ხშირად ვამბობ, დედა იქა, შვილი აქა, ცოლი იქა, ხმარი იქა, როცა ლოთები ვდებით, წამლი ვდებით, ჩაცმულობიდან გამომდინარეც ვართ, ჩანს, რომ თოის და მუდიშვილები ვართ, ურთიერთობაში ტყუილობა მიღებული, როგორ შეიძლება ქრისტიანი გერქვას, თან მაზიარებელი, ერთ უცხოელს გაუკვირდა ბიზნესში ეს უცხოელი და როგორ გადააგდო 300 სხვადასხვა პიროვნებამ, ვინც ეზიარებოდა. და ხარისხი არ არის, იმიტომ რომ ვიჩაგრებით. ხშირად ესე იმას ქვია სინანული მოგწია ზმერთმა. ენაზე რო გვაქვს სიყვარული, რო გიქო ყველას უყვარს მეთქე, ყველა მოწმუნეა. მაგრამ გულით ყოფილიყავით ღმერთთან, გულით, სულით. როგორც წმინდა ჩვენი წინაპრები, შეგვეძიო შემოღობილი ილარიონ ქართველი და გაგახაროთ ღმერთმა. ჩვენთანაც ღმერთი.